აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი წინასწარი ვერსიით რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ფოტო და ვიდეო მტკიცებულების ანალიზით გამომძიებელი ჟურნალისტები და რუსი სამხედრო ბლოგერების ნაწილი ამტკიცებს, რომ ბორტზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია საჰაერო თავდაცვის რაკეტის მოქმედებით. გარე აფეთქებაზე საუბრობენ გადარჩენილებიც. სავარაუდოა, რომ Embraer-ის მარკის სამგზავრო ხომალდი რუსულ თავდაცვას უკრაინულ დრონში აერია. თუმცა ავიაკატასტროფას, რომელსაც 38 ადამიანი ემსხვერპლა 29 კი სასწაულებრივად გადაურჩა, თან ახლავს არაერთი ამოუხსნელი მოვლენა და შეკითხვა. მაგალითად, როგორ აღმოჩნდა გროზნოსკენ მიმავალი თვითმფრინავი კასპიის ზღვის სრულიად მეორე მხარეს. ნინო გაზდელიანი მოგვიყვება მეც ინდუმალებით მოცული ავიაკატასტროფის შესახებ, რომელიც მაღალი ალბათობით პუტინის რეჟიმის კიდევ ერთ სამხედრო დანაშაულად შეფასდება. ნინო გისმით. როგორ შეფასდება საბოლოოდ, ეს ალბათ ცოტა მოგვიანებით გაირკვევა, თუმცა ასევე არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ბევრ კითხვას არც კი გაეცეს პასუხი. კითხვები კი ამ მომენტამდე არსებობს და არც მათ ამ მომენტამდე ასევე არ არის ბევრ კითხვაზე პასუხი გაცემული. მათ შორის მაგალითად საინტერესო არის თვითმფრინავის ტრაექტორია. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის კუთვნილი ავიახაზები ასრულებდა რეისს ბაქო-გროზნო, თუმცა რაღაც ვიდრე ჩაფრინდებოდა გროზნოში, გადაუხვია მან უკვე ყაზახეთის მიმართულებით და ქალაქ აქტაუში აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. შესაბამისად, თავიდანვე გაჩნდა კითხვები, რატომ წავიდა თვითმფრინავი მაგალითად სულ სხვა მიმართულებით. ასევე ერთ-ერთი ვერსია თავდაპირველად, რომელიც გავრცელდა, ეს იყო ის, რომ თითქოს და თვითმფრინავებთან შეჯახების შედეგად წარმოექმნა ლაინერს ტექნიკური პრობლემები, რომ ბორტზე აფეთქდა ჟანგბადის ავზი და ამან გამოიწვია ავიაკატასტროფა აზერბაიჯანის კუთვნილი ავიახაზების, რომელიც ასრულებდა Embraer 190 ლაინერით სრულდებოდა ეს ვერსია. თუმცა ამ ვერსიის და შემთხვევით ტექნიკურ გაუმართავობას გამორიცხავს თავად აზერბაიჯანული მხარეც და ისინიც ამბობენ, რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ შეცდომით ჩამოაგდო ეს თვითმფრინავი. როგორც ვამბობ, ჯერ კიდევ არ არის ბევრი კითხვაზე პასუხი გაცემული, თუმცა რაზეც საუბრობენ, ამ ეტაპზე ცნობილი არის ის, რომ ბორტზე იმყოფებოდა 67 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და ბოლო ინფორმაციით 38 ადამიანი არის დაღუპული, 29 დაშავებული, თუმცა მათ შორის არიან მძიმედ დაშავებულებიც და ასევე გავრცელდა, რომ თვითმფრინავში მყოფი მგზავრების სატელეფონო საუბარიც ახლობლებთან, რომლებიც ამბობენ, რომ მართლაც სასწაულებრივად გადაურჩნენ ისინი სიკვდილს. Ari nerviulo, მაგრამ ჩვენი თვითმფრინავი ჩამოვარდა და იმტრა, სადღაც ყაზახეთში. ღმერთმა გადამარჩინა სიმართლე გითხრა. ალბათ დაახლოებით 2 საათი მივფრინავდი და სიკვდილს ველოდი. Впервые вчера услышал про версию про птиц. როდესაც გუშინ მოვისმინე ვერსია იმის შესახებ, რომ კატასტროფის მიზეზი ფრინველებთან შეჯახება იყო, ეს წამსვე უცნაურად მომეჩვენა, რადგან იმ დროისთვის უკვე არსებობდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ თვითმფრინავი ხან სიმაღლის კრებდა, ხან ქვემოთ ეშვებოდა. ეს მკაფიოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ფრინავებს ჰიდრავლიკის პრობლემა ჰქონდათ, რაც თავის მხრივ გამორიცხავს ფრინველებთან შეჯახების ალბათობას. გარდა ამისა, თვითმფრინავის კორპუსსა და ფრთებზე აშკარად ჩანს იმის ნაკვალები, რომ მას ესროლეს. ვერსია ვრცელდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ყველა იხრება იმ მიმართულებით, რომ კატასტროფა გარე ფაქტორებმა გამოიწვია. იყო შემოგდებული ცნობა, რომ ეს უკრაინული დრონი იყო, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ დრონები ასეთ დაზიანებებს არ იწვევენ. ჯერჯერობით ოფიციალურად არავის არაფერი განუცხადებია, მაგრამ ძირითადი ვერსია, რომელიც აზერბაიჯანში განიხილება, ეს არის ის, რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა შეცდომით ჩამოაგდეს ეს თვითმფრინავი. მოკლედ, რამ გამოიწვია ეს ტექნიკური გამომართავობა, რასაც მოყვა ავიაკატასტროფა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ იკვეთებოდა GPS-ის გამომართავობა, მართვის სისტემის გამომართავობა და ჰიდრავლიკური უკმარისობა, რასაც საბოლოოდ მოყვა მსხვერპლიც თვითმფრინავის ჩამოვარდნა, მაგრამ ბუნებრივია, ახლა მთავარი კითხვა არის, რამ გამოიწვია ესეთი დაზიანებები, მაგრამ აი კორპუსზე ძალიან კარგად ჩანს ის დაზიანება, რომელიც შეექმნა ავიალაინერს და შესაბამისად სწორედ აი აქედან გამომდინარე სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს შემთხვევითი არ იყო.